მაგარი სტრუქტურა აქვს. აუ რა კაი არის. დღეს გავაკეთებ თიმუსამრათის გამფუთვას. რომ იციან ხოლმე რომ სიმართლე გითხრა არ ვიცით რა გამოვიწერე და მე მაგას ვერ ვიყო, იმიტომ რომ ყოველდღე ვამოწმებდი, მეთქი აბა რა ჩამოვიდა, ან ჩამოვიდა სად არის როგორ არის რა არის და ვიხსენებდი რეები გამოვიწერე, ყოველდღე ვნახულობდი. ხო და ერთი თვილი მაქვს, როდის გახსნი, განსაკუთრებით მაინტერესებს როგორი იქნება კამერა. სათვალთვალო კამერა. უნდა გვათვალთვალო. გავფუთოთ. აკურატულად მინდა რომ გავხსნა. უჩაღმაკა. პირველი არის სათვალთვალო კამერას, მოდი ბოლოს გავხსნი. ბოლოს რა ვთქვათ, ბოლოს არა, მაგრამ ცოტა მობოლოსკენ. პირველი არის ეს, ამისთვის კიდე გამოწერე რაღაც ნიჭბებია. ეს არის პლასტელინია, არა პლასტელინი არის. ჰაეროვანი როა და მე რომ მაგრდება, რა ფორმასაც მისცემ, მე სამუდამოდ ქვავდება იმ ფორმაზე. ძალიან მინდა რომ ის ფერები გადავულიო, ძალიან მაინტერესებს ერთი პერიოდი. რაღაც ტრენდი იყო ეგეთი, რომ მსგავს რაღაცებს უგრებდნენ ერთმანეთში რა და ეგენი ვარდებოდა. რომელი ფერები აურიო? ციფრებით ხარ 10-დან კიდე 1-დან 10-მდე რენდომად. მეორე და მეხუთე. 1 2 6 7. ცუდი ფერი გამოვიდა იყო 7. და ნახოთ ხარის. ოი რა კარგია. აუ რა ბალიშივითა. თან ცუდი სუნი არა აქვს. ეს რაღაცა ხო ძალიან რაღაცნაირი ნავთობის ან ჭირური სუნი აქვს ხოლმე. ვაი და ნიჭბით გადაურევ მე აყავისფერს და ამას, იმიტომ რომ მაინტერესებს შეერევა თუ არა. თუ ნიჭბით არ ვიწვალო და რა? აბა ვნახოთ ჯერ ცოტა ამით თუ გადაერევა. აქ ცოტა ის არის რა ვიგი ესამნისფერი, აქ ცოტა კრემისფერი თუ ყავისფერი. ამ ნიჩაბს ავარჩევ. ცოტა არის და იასამნისფერი და მე რთული ყოფილა გადაერევა. რა მაგარი არის? რა ფერია? ის გამოვიდა ჭუჭყინარი ვარდისფერი. კლავი მეტკინა ძალიან, ამიტომ ამას უკან დავაბრუნებ. დანარჩენს ხელით გავაგრძელებ ასე. თანახეთ რა სწრაფია ხელი. ეკი არა ვაფშე უყურეთ. უყურეთ რა მაგარი ვარ. აუ რა მაგარი ვარ. მიხბო თუ რა სასიამოვნოა ვერ აღწერ უბრალოდ. ეკი ზუსტი წრე მინდოდა გამეკეთებინა და ბატიჯანი გამემივიდა. აი რა კაი ფერია. ჩანს კარგი ფერი როა. კაი არის. მაგარი სტრუქტურა აქვს. ძალიან მომეწონა ესეც და ესეც. ამიტომ კლავი მატკინა, მაგრამ არ უშვის. რამეში გამოდგება სანიჭბაოდ, რამეს ავნიჭბავ. მოდი შემდეგი იყოს. აი ეს ბოდე. ფერზე მივხვდი რომ ბოდეა, იმიტომ რომ მე ამ ბოდეს დიდხანს ველოდი. რა კარგი მატერია სხვათა შორის. რა კარგია. მოჩვიდე ეს ხარ როგორ დავიჯერო რომ ესია. ორ ესე. ეს დიდი არის. მატერია არის კარგი, მაგრამ აშკარად ზომა არის დიდი. გამოვიწერე ესი და ეს იქნება ალბათ ემი ან ელი. შეიძლება მე შემეშალა ზოგჯერ არ ვაკვირდები ხოლმე. არა უშავს, კაია. შემდეგი ეს არის აშკარად ხილთათმანი, რომელიც არის ძალიან თხელი, ღირ და 3 ლარი ესე მახსოვს. და მაქვს მოკლე. აქ მაქვს ისენი რა ქვია. ხორცი მაქვს აქ, კერდა თითის ანუ ესენი რა ქვია მას აი აქ მაქვს, მაგრამ პისას მოკლე თითები აქ იმას ვაჩუქებ. არა მე განაგრძელი თითები მაქვს, მოთონ ხელი მაქვს დიდი რა ეს. ეს ის როგორ საინტერესო რაღაცა, ახლა არ მინდა რომ გავხსნა, მაგრამ გაჩვენებთ. მე პირადად რაღაცას ვიყენებ პირსინგის მოსავლელად რა, 2 პირსინგი მაქვს, ტრაგუსი და ჰელიქსი და ნუ 1 წელზე მეტია მაქვს და ვერაფრით ვერ შემიხორსა ხო და ამით ვახერხებ ხოლმე ძალიან კარგად გაწმენდას. ჩვეულებრივ ბამბის ჩხირით ვერ გაიწმინდება ის ყურის საწმენდი ჩხირები რომ არის. გახრიეთ. ძბელებო თქვენ. მიშრით ლევან. How are you both so happy? Can I tell them our secret? We're very stupid. ყურის ჩხირები რომ არის ბამბით, მაგით ვერ გაიწმენდ რა შეუძლებელია მაგით ჰიგიენას ვერ შეინარჩუნებ. მითუმეტეს ახალგაკეთებულ პირსინგზე ხო და აი ამით იწმინდება იდეალურად. და არის კიდე მიკრობრაშები, პლასტმასის ტარი აქვს და ბრაში აქვს ფაქისი და პატარა. მგონი რომ ეს უფრო ეკომეგობრული იქნება ვიდრე ის რაღაცა პლასტმასის გამოყენება. ორი შემდეგი იყოს ეს რა არის? ძალიან საჭირო რაღაცა, ვისაც ყავთ ცხოველები სახლში. ძაღლი, კატაკატები, ძაღლები, ლეგვები არ აქვს მნიშვნელობა, არის ძალიან გამოსადეგი რაღაცა.
აი ამას შეაგდებს სარეცხი მანქანაში, გარეცხვის დროს, არ ვიცი ყველას თუ რამდენიმეს, ნუ გააჩნია რას რეცხავ და ბეწვებს იკრავს. გამოცდილი მაქვს ამის მსგავსი რაღაც მქონდა ნაყიდი და საკმაოდ ეფექტურია და ჩემი აზრით ეს კიდევ მეტად ეფექტური იქნება, იმიტომ რომ რაღაცა უხეში ღრუბელივით არა და მაგრა დაიკრავს ბეწვს. მათ ჩვენი ხელთ მე თქვი როგორ მოგერგოთ. უი, შენ მართლა კარგად გაქვს. ხო მოკლედ თავად. და მოკლედ კაცი. მოდი შემდეგ ნიფს ამოვიდა ბრენდომად. ვაიმე, ეჩალარი უყურეთ. ამაში თითი უნდა შეყო. აუსვაზე ცხოველისთვის განკუთვნილი კბილის პასტა ან რაღაც მსგავსი და მე გამოვხეხო კბილები. ეს არ ვიცი, მე კატებისთვის გამოვიწერე, მაგრამ ძაღლს გამოდგება. თიმუდან გამოწერას დავიწყე. იმ დღის მერე სულ ვიწერ პირსინგებს. აი არის, გაჭედილი მოხდა პირსინგები, ძალიან მიყვარს პირსინგები. საბოლოოდ 1 წელზე მეტია, მაგიტომაც ვერ შევიხორცე ეს ტრაგუსი და ფელიქსი, რომ წარამერა ვიცვრი და ვიცვრი. ამ სტილის საყურე მინდოდა ძალიან მომწონს. თქვენ შორის თიმუდან რა პირსინგის და საყურეც გამომიწერია, მართლა ყველა არის უჟანგავი. და ფერი არ გადაასდის არც წყალში, არც მარილ წყალში, მარილ წყალში, იმიტომ რომ პირსინგის მოსავლელად ვიყენებ ხოლმე ზღვის მარილის აბაზანებს, აპლიკაციებს და არ ჟანგდება ეს არ გადაასდის ფერი. მეორე არის პატარა მგვალი ოქროსფერი საყურეებია, არ ვიცი, ოქროსფერს გადაუვა თუ არა ფერი მაინტერესებს. კიდევ არის გამჭირვალე რაღაცებია პატარა. ასეთია, მრგვალია, გამჭირვალეა. და ვითომ არ ჩანს რა, გაიგეთებ და ვითომ რა ხო არ ჩანს. შემდეგი არის ენის საწმენდი. ეს არის ძალიან საჭირო რაღაცა. წინაჯერზე თიმუდა გამოწერე სხვანაირი ენის საწმენდი და ძალიან მომეწონა. ეს რკინა, ეს ასე მგონია რომ ცოტა დააზიანებს რკინას, რაღაცა უხეში მატერია, მაგრამ ცდი მაინც ძალიან აუცილებელია ამის გამოყენება ყოველდღიურ რუტინაში, იმიტომ რომ ამას თუ არ იყენებთ კბილებს ტყუილა იხეხავთ, აზრი არ აქვს. ყველაზე ბინძური პირის ღრუში გვაქვს ენა. ეგ აუცილებლად მოგავიწმინდოთ რა, აუცილებლად. რაღაც ყავისფერი ლაინერია, მაინტერესებს როგორ დახატავს. დაგედილი ყოფილა. ედიდუდით. რატო დაგედე? ვაიმე, ისე მაინტერესებს კამერა, რომ ესეთი არ მაინტერესებს თვითონ. ასეთი წვრილიანი. უი, რა კარგი, არ ვიცი, ალბათ არ ჩანს, მაგრამ ეს ისეთი არაფერი წარბის საპარსია, ფორმა რომ მიეცეს. ზოგიერთ სახეზეც შეიძლება. აი კამერა. მაგრამ სანამ კამერაზე გადავალთ, ეს როგორ მაინტერესებდა. ვისაც ცხოველები ყავთ ან ქაჯი ბავშვები მათ გამოგადგებათ. ეს არის სადაც თქვენი კატა კაწრავს, მაგალითად ჩემ კატებს ძალიან უყვართ რბილი შპალერის დაკაწრვა და მინდა რომ იმ ადგილას მივაკრა. აი იქ. იმ კუთხეში მინდა რომ მივაკრა. წებოვანია და მე იმასაც იზრმია, ხო მაგარია. ასევე გამოიყენება აბეჯზეც, თუ გაქვთ აბეჯი და თქვენი კატები ან ძაღლები ჯიჯგნიან მას, ნუ უფრო კატებზე გათვლილი. შეგიძლიათ რომ აბეჯს მიაწებოთ. და ანუ ფერებში არის რა არჩევანი. მე ჩემი კედლის ფერის მიხედვით ავარჩიე. ჩემი კედლის მუკინაცრისფერია. და გადავიდეთ კამერაზე. როდესაც ამ კამერას ვარჩევდი, ეხატა რომ იყო განკუთვნილი ცხოველებისთვის. ნუ ხარ ამ შულვა კამერა შიგნით ბავშვი გამორჩება თუ ცხოველი რა აზრი აქვს. მაგრამ ამას ამას ბავშვი ახატია. ძალიან მაინტერესებს. გავხსნათ ნაზად. ხო, კარგი თემისა, რა მივეცი? 28 ლარი. მე მგონი 28. მისაჭანჭიკებელია. რა კაი არის უყურეთ. ანტენაც აქვს. ალბათ ხმა რომ დაიჭიროს. ფუიმი რო საყვარო. ხო დაიჭიროს. ლურჯი რატო? როგორ შევთო? რა მაგარია. მაგარი. ტინ. ასწორებს კიდევაც. ძალიან მაგარია. უკვე მომწონს, აზრი აღარ აქვს ჩაითვება თუ არა, ძალიან მაგარია. ახლა ნახოთ ჩართული როგორია. თავისი კაბელი მოყვება. ეს კაბელი უნდა გავუკეთოთ აი აქ. და ეს სად გავუკეთო? ჩასართავი რო არა აქვს. აქ ჩიპი უნდა. ხო, ბრაზილ ჩაიწეროს. პირზეა ხო. ის მოიტანე აბა პაუერბანკი. არა, თორფელი. მიხებს? Thank you for using Smart Camera. Please use mobile app to set up your device. ტელეფონზე დავკავშირო? რა საყვარელია, პატარა რობოტი არის. დაიღლებინ, უტრიალებ. Wi-Fi ჩართი და Wi-Fi-ზე იპოვეს. ამის აპლიკაცია იპოვე და გადმოწერე რა ვაკეთებ.
მოკლედ ცოტა რთული იყო, ნუ მე ვერ გავაკეთე. დამეხმარნე. ამას სჭირდებოდა, რა სჭირდებოდა? აპლიკაციის გადამოწერა და რეგისტრაციის გავლა. მთელი კოდებით და რამბებით. არ მეგონა ეს რთული თუ იქნებოდა, მაგრამ რთული ყოფილა. ხო და ახლა ვნახავ როგორ იღებს. While using this app, ხო? რა? წერა რა გიხარის კი რა გიხან ეს კარებინა QR კოდი და პლეის. აუ, კაი მიდი შეკე. განები ამას აქ რატო შეხვედი? ცოტა ჩანგელა გუნდე. ამას დააწექი და დაასკანერე ეს. პლუს ამას. მეორეს. მეგონი ხარ შულო სკანერს. ბაწვებით ever იყვანე და custom. While using this app. აქ რო არის ხო? აქ რო არის. იმას ვასკანერებთ. რაო? ინვალიდო. ინვალიდო. ხომას დამატებოდა მეგოუკეთ. Configuration complete. Please wait for online. მუშაობს. მეგონახე? ჩაკვდი. ვაი, რა სახიხია? I wanna feel a bit, I wanna hold a night. აბა წადიო, თუ იქნებ დამელაპარაკე. რა. აი როგორ მithვალფალებს. იცი ახლა რა მაინტერესებს? აბა გადი და ტელეფონიდან დამელაპარაკე და აქ თუ გამოვა ხმა იქ მაინტერესებს. ან გიგი შენ გადი. კარგად კიდე? არა, რამე გძელი თქვი აბა? რამე გძელი. ანუ ცუდად არის მის. აქედან იქნება ხმაში. ჩემგან არ გამოდის ხმა? მაგარია. უზარმაზარი სკოლობაზე იდეალური არის იდეაში. ძალიან კარგი რაღაცა, ხო, 28 არის ძალიან მაგარი კამერა. თან თვითონ გადაღების ხარისხი აქვს ძალიან კარგი რა, ისეთი მკაფიოა და რაღაცნაირი საკმაოდ ფართოც. ნუ გააჩნია. თან ისენი აქ რა ქვია, აგერ მარჯვნივ მარცხნივ მოდქვემოთ და შეგიძლია რომ შევუცვალო რა რაკურსები ტელეფონიდან სადაც გიდა წახვიდე. თან ამას პლუს night vision-იც აქვს, ანუ ღამის ხედვაც აქვს. რაღაცნაირი მეშინია, მგონია რომ ადამიანთან ესე ტრიალებს რაღაცნაირი და რაღაცნაირია რა, ცოტა. მე ხამუშება ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ვიდეოთი. არ მიყვარს ხომ ეს რაღაცა განფუთვები და ან ფუთვები. ნუ ჩემთვის მიყვარს რაღაცა, ჩემთვის რო გამოვხატავ ხოლმე, მაგრამ ესეც საინტერესო იყო ჩემი აზრით. მოკლედ ასე მიწურა ჩვენი ვიდეო. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწერო არხი, დამილაიქო ვიდეო და დამიკომენტარო. რომელი ლინკი მოგეწონა ყველაზე მეტად შენ. და ასევე კიდევ ვისურვებთ თუ არა რომ თემუდან გამოწერილი ამანათების unboxing-ი და განფუთვა გამყუთვა გამეკეთებინა. არც ის არ დაგავიწყოს რომ გამოყვე Instagram-ზე და TikTok-ზე, ლინკი იქნება აღწერაში. შემდეგ ვიდეომდე.